ნიოში ლუკაშენკოს სურდა გაეკეთებია სანატორიუმი საკუთარი ხალხისათვის, რომელიც პუტიოვკით ჩამოვიდოდნენ და დაიბლოკეს. ეს პროექტი დაიბლოკა, საერთოდ დაიბლოკა. ეხლა საქმე რა შეიცი? ევროპას სურვილი აქვს, რომ აპარტეიდი დაამყაროს ხო, ხიერი მოუკვდეთ აქ. არა, აპარტეიდი, რას ნიშნავს აპარტეიდი? უმცირესობა მართოს უმრავლესობა. კაცო, არჩევნები ჩადარდა თუ არა, მეორე დღეს გამოვიდა ყველამ და თქვა, იყო ხარვეზები, ევროპელებმა, დამკვირვებლებმა ხო თქვეს, რომ იყო კი ბატონო დარღვევები, ოღონდ ეს დარღვევები არ ასახებდა არჩევნების შედეგებს. მე იქიდან მოვიდა რაღაც დირექტივები და გადასხვაფერეს ყველაფერი, რომ აი თითქოს აქ დაიქცა ქვეყანა. მეც მივიღე მონაწილეობა და ვერ შევნიშნი იქ რაიმე ისეთი ფაქტი, რომ ვინმე აყალბდა პირდაპირ ჩემი ბინის მოპირდაპირე ბავშვთა სახლში არის საარჩევნო უბანი. არ დამინახავს იქ ვიღაცა მუსკულიანი ადამიანები, არ დამინახავს იქ რაღაცა პოლიციის გადაცმული ფორმით და რაღაცები. მაგრამ იქიდან მოდის დირექტივები. ბატონ ნიკოლას, იქიდან მოდის დირექტივები. მათ უნდათ რომ უმცირესობამ მართოს უმრავლესობა საქართველოს. ეს არის პრობლემა. და ჩვენი ხელისუფლება აი ხალხმა მოგცათ ლეგიტიმაცია, ხო? რაში გაინტერესებს თქვენ ევროპა მოგცემთ თუ არა, გაღიარებს თუ არა. მიდით და აკეთეთ თქვენი საქმე. ცოტა ხანში დაელოდეთ, მეგობრებო, ევროპა აი მუხლდაჩოქილი მოვა და დაგილაპარაკება თქვენ. ჩვენ აღარ ვჭირდება ევროპა. ევროპას ჩვენ ვჭირდებით უკვე. კი ბატონო. და უკრაინის ომის დასრულების შემდგომ ევროპას ისე დავჭირდებით, როგორც მომაკლავს წყალი დაჭირდებით.